მშობლები ეძებენ, მშობლები დარბიან, მშობლები ღელავენ, მშობლები წიკხდებიან, მშობლები და საერთოდ იქ სადაც მშობლებია, შვილები შესანიშნავად გრძნობენ თავს. ჩვენც სწორედ მშობლებით გვინდა დავიწყოთ ეს ფილმი. ოჯახის მამა და მარჩენალი მელიტონ ბელთაძე. თბილისელი. მისი მეუღლე ალისა, ქალი საკმაოდ ენერგიული, პროფესიით იასახის. სიდედრი, დედა და ბებია, ქალბატონი გუცა. ალისა სიდეური ბელადი, ყველა საშინაო და საგარეო საგერში. გუცას მეუღლე, პატივცემული გაბრიელი. შორეულ წარსულში მომღერალი და ლოტბარი, აცგანსვენებული. ცხადია ამ საპატიო მიზეზით იგი ფილმში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ მაინც გარკვეულ როლს თამაშობს ოჯახის ცხოვრებაში. ოჯახის იმედი და მომავალი რეზი. მაპატიეთ. მიპატიეთ. ჩემს გამოდარჩი. ეგ არაფერი. ვინც ის სად გაგვიანდებოდა. ნამდვილად არსად. თავისუფალი მოქალაქეა. 1 სექტემბრამდე. აჰ, სტუდენტი ხარ. დიახ. მომეც მოგეხმარები. არა, გმადლობ. მე თვითონ. რატომ დირიგენტი წელე? აი ბიჭმა გამიტეხა თოჯინა. შენ გავუტეხე თოჯინა? ა? მომენტი გენეცოლე. ნუ დი. მომე. დამჭირ. რეზიკომ სკოლა უკვე დაამთავრა. აქ სულ მალე მზრუნველი ხელი ალბათ ჩააკრავს სურათს. სტუდენტი რეზიკო ამ ხანაგებს შორის. მაგრამ მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ოჯახში ეს სერიოზული საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. კარგი იქნება ხა ცივ ყნულ გვერდებში. მაგრამ მიგაღისებს. სანაფერს არ გაჯიმა. ალისა. გენაცა, მე ფიქრობ შენ უნდა გავიდე ქალაქი. სანამ რეზიკო ფეხს არ შეძგამს კონსერვატორიაში ვერსად ვერ წავალ. გულს არ უყვარს ხუმრობა. რა ვქნა? რატო ღელა? ტენორებს ახლა სანთლით ეძებ. სანთლით კი არა. ხომ ხედავ? ნუ გეშინია. რეზიკოს ვერავინ შეეცილება. ბავშვს ბურთივით აქვს მოწოლილი ხმა ხელში. თუ კომისიაც ამაზის იქნა? მელიტონ, ნუ თუ ეჭვი გეპარება. არა, მაქს. მაგრამ მი გამოდგება. გთხოვთ. ასე უდიერად ნუ იხსენიებთ ბავშვის ვოკალურ მონაცემებს. იქნება ტრადიცია არ უწყობს ხელს. შენ ჩემშიაც ჩაგალიფ წინვალე მომავალი. ჩამკეტი ამ 4 კედელში. ვაიმე. გული. ალისა. თუ გეშინე. ალისა. რას მიშო?
ვის ხაშიმდაებ შეუსიმის. კონსერვატორიაში და აკადემიაში მივაღები. ახლა თავისით ვინ აბარებს მელიტონ? თავის დროზე შალიაპინიც არ მიიღეს ჩვენს ოპერაში. მაინც შემგარ რა გინდა? მე ხომ არ მივიღებ მის ვაგინა. მაგიაც! რა სჭირს ბაბუამიცის შვილიშვილს ხმის სამღერალი? უნდა დატრიალდე მელიტონ ქვეყანას იცნო. ოჰ გთხოვ დაანებოთ ბუზებს თავი, როდესაც ხდება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბუზების მოგლის უფლებას არ აქვს, ხო? მე მგონია მაქვს უფლება გავაკეთო ის, რაც მიმაჩნია. თქვენ ისიც მიგაჩნიათ, რომ საკუთარ შვილის ბერძე სხვა უნდა იზრუნოს. არ ვიცი ვის რა მიაჩნია. მე კი დღესვე შემაქვს რეზიკოს საბუთები კონსერვატორიაში. ბატონო, დავტრიალდები. ვირთე. ხალას დავასო. აი ისიც. მომავალი ვანო სარაგიშვილი. იქნებ კარლზოც კი. რა იცი? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რეზიკო. ხვალ საბუთები შემაქვს კონსერვატორიაში. Fa sol la si do ეს ხომ ისინი ნაცნობია, მუსიკას ვწოდნე. რა ქვია? გასწავლოს ვარტება, თუმცა რა დროს ეგა? ასეთი პაციენტი 1001 იბადება. ოდიში. გამარჯობათ. რა დაგემართათ? კბილი. მე? მგონი აქვია პოლიკლინიკა. მიაგერა რა ვარ? თქვენ ამისთვის როგორ შეგაწუხოთ? როგორ გეკადრებათ? თქვენ გიკაწუხებთ და მე სხვაგან გაგიშვა? გმადლობთ. არავითარ შემთხვევაში. არავითარი პოლიკლინიკა. გმადლობთ. აბობზადით? გმადლობთ, აქვია პოლიკლინიკა. ტაქსი! გმადლობთ, აქვია პოლიკლინიკა. ახლა ვერ წამოვა. სხვა კბილზე შეგაწუხებ. სხვა კბილს? სხვა კბილს მოკაცრებ. მიდი. არ შეგაწუხებთ, მაგრამ ბავშვი პირველად გადის გამოსტაზე. არ დამუწოთ. პატარა ბიძგი თუ არ ვერ იმღერებს. მოგეხსენებათ შალიაპინიც კი. არ დამუწოთ, ეხლავე. არ დაგაიხსნებათ, ხო? ესე იგი, ჩემი რეზიკო თქვენი იმედით. პირი არ დამუწოთ. ისოდიანი წყალი ყოველ 5 წუთში ხვალდილამდე. სწორედ ხვალდილით უნდა იმღეროს. ძალიან ღელავს. აბა თქვენიც. პირი არ დამუწოთ. ვოკალური მერვე ჯგუფი. ლირიკო დრამატიული ტენორი. ვოკალური მერვე რა მოხდა? არ დაგავიწყდეს. რეზიკო ბელთაძე მელიტონიზე. აუ. ესეც ასე. რაო? ყველაფერი რიგზია, აბა? მართლა? ჩემს ვაშკაცობასო. ლაპარაკო. რაც ხელა. კარგი ახლა ცივი. დედა, ბორჯომი. ასე? თურმე რა ცოტა რამ ყოფილა საჭირო ოჯახური იდილისა. Do re mi fa sol la si 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 do re mi do
ლა სიდო მივოძეთ. ელთაძე რევას მელიტონის ძე. დიახ. დაიწყოთ არა? დიახ. გირდება ხო? აბა, რას გვიმღერებთ მატვილო? რაც გნებავ. რაც მოამზადეთ ის გვიმღერებთ. ხო. აბა, რა სიმღერებს? არაყიშვილს? მოცარტს, შუმანს, ა? თოლი. ჰა? თუ შეიძლება თოლი. შემოვხდი და გამიფრინდი როგორ თოლია ინდი მინდი ფერა ჩინდი ბაგე ქონია ვაირა უცებ გამიფრინდი რა შორს ახველი ჩამიტოვე თვალში ბინდი გუში ნაღველი სადა ხარ თოლია სადა პრესვა მხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ ბევრი შემყალვის თანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლია მიხანა ვაცადო. იმღეროს. მოუსმინე. სადა პრესვა მხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ თოლია სადა პრესვა მხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ გამირბი ხარ და მათვალებ მაინც გიპოვი ჯაგიკოცნი ლამას თვალებ როცა გიპოვი თოლია სადა პრესვა მხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ ბევრი შევხვდა ალვისთანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლი ამისთანა არ მისქონია მე შენს იმისაში ვეთე ფულში ქონია ზეგინთია გაში მგერდზე ასე მგონია თოლია სადა პრესვა მხარეს და საკმარისია მატვილო. საკმარისია. გამირბი ხარ და მაწვალებ ყველაფერი გასაგებია. საკმარისია. ნიბზად. ოლომპი გამღერეს? ამ სამშობლო აქ. მაინც იმან გამაჩარა. შენ რომ იცი. და გასაგებია. ისე სხვა კვილი ხომ არ მოაძრა. გავიცი. და შენ გადაირევა. ბებია ჩემი. ბებია. მან დამობა. მართლა მახარობელი ვინ იქნება? შენ გეხუმრება და ერთი მემკითხა. ცეცხლი მიგებია. მამიკო. ხომ არ გასარგებლა? რა აზრი აქვს? პირველი სტერიკები მაინც აქ ხდება. დედა ხარ? დედა. 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 დედიკო. ნუ გეშინია ჩავაბარე. რა? ყველაფერი კარგად არის. მოდი. რა ჩავაბარე, ბიჭო? ჩავაბარე. ჩაბარე. ხო? აღარ მომასწრე რა. ძიან, იცით რეზიკო სიმღერაში 5 ანი მიიღო. ვა, ედავში რა უკრია? ამ სტრეს სიმღერა ხუმრობა?
შენი გითხრათ ამას? დედა გუცა გაგიჟებულია სიხარული. ამიკო, რეზიკო, იდვალე თუ მღერია. ახლა, ვინი? აბაზი. რეზიკო, გაგცადე გამიდა. მე როგორ ეშინოდა ალისას? რეზიკოს პროფესორები გადაურევია. ოჩოხი. შეხედე, სად გამოჩნდა ბაბუამისის ნიჭი. რა გაუძლებს? რეზიკო, ამოსები შემოდი. შევიდაგე. შენგენაც სადამე კარგი მამიდო. ისე შეხვედრას არ ავშავ. ეს რაც ეს შამალ. რა მიქენი ბიჭო? აბა რამე. კი მაგრამ აცი რა თქმა. მამა, გინდა სადმე მართლა ჩავაბარე. სად? სადმე დაუსწრებელზე. ერთ თვისია მისაღები გამოცხადა. რა აზრი აქვს? და უფრო ადვილად გადიტანე. ჰა? არ გამო. მამა, მოემზადები. თუ არ მუშაობ, დაუსწრებელზე ვინ იგიღებს? სულდა მარტო. რეზიკო. იქნებ მართლა წაიმუშავა? წაიმუშავა მე. სადმე? სად სულეთია? სანამ გამოსდები ჩავარებდე. ჰა? რეზიკო. რეზიკო შვილო. ნელიტო, მომილოცავს. ჰა? ჩავარო. ენაცვალოს დედა ჩემი სიამაყე. რეზიკო. ერთი წუთი. სულ ასე კარგად ჩაგებარებინოს დანარჩენიც. მამ. შენიცი როგორ გვასახელებ. თამაზი თურმე შეჯიბრში გიწევს. რა ვიცი, ერთი გენახა მინდოდა. მე მგონია ხმა აქვს. შენზე კარგად ვინ მიხვდება, მაგრამ ახლა დაღლილი იქნები. არა, როგორ გეგადრებათ. წამოდით ამას. აბა, დავიწყოთ. ოჯახ. რას გიმღერებთ, ყმაწვილო? რა გნება? რაც მოამზადეთ, ის გიმღერეთ. რეზიკო!
მოდი აქ. მოდი აქ ბიჭო. ეხლა ზიამელი მოდი. მოდი. კიდე შემა. ყველაფერი მოაგვარე. სათამაშოების ფაბრიკაში. რა? თამაშოები, რის სათამაშოები? ასეთი ფაბრიკა არსებობს საერთოდ? აბასად კეთდება და საწვავი სათამაშოები. უფრო ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრე? იქნება მინისტრობა გინდა და მიმალა. სად მივხვდი? შეხუმრობდა, მე მოვხვდი ამდე სირბილით. მაინც სად მიაგენ? დირექტორი ჩემი მეგობარია. მსახიობი იყო. ახალგაზრდობაში ერთად მონაწილეობდით დრამტრეში. მაგრამ რა უნდა გავაკეთო იქ? სასწრაფი აკეთებენ. როდიდან? სალარ უნდა იწყება. თხოვე. 1 სექტემბრიდან. თანხმობა უჩემოდ მიგიცია და მე რა შენი სტივიკო. დღეს უკანასკნელი გამოცდა აბადოცემულ პროფესორო. კეთილი. რა ხუთიანები ჩაკიჯიგჯიგე? მოქალაქე ვაშაკიძე, გასასვლელთან გელოდება ცოლი. ხო, ვაშაკიძე. პროფესორი ვაშაკიძე. მადლობთ. დედა, ამას შევიცნე რა. თავი გინდა მომჯრა. პირველი დღეა რა სიტყვენ პროფესორები. აუჩქარეთ. საკეითოთ ხომ არ ვიცი. რა დაგემართა ჯერ ბაც არა. ხის დაღამართ იწყება ხო? რა? რა დაიც რა. ხო. აუ. ასეთი დილა ყველა ოჯახში რო თითებდება. ეს მხოლოდ დიდი ბრძოლით შეიძლება მოიპოვო. სულ რამდენიმე წუთით და ამ ოჯახიდან გასული კაცი პირველ ნაბიჯს გადადგავს ხელოვნების მწვერვალებისკენ. აუჩქარ. რა ამბავია, კონსერვატორია თუ ქარხანა? დეჯიკო, გაგიანდება. ბეზიკო, აი ეს გამოგადგება. ხანდახან დახედა, სტუდენტი ხარ. არ დაკარგო ბეზიკო. ბაბუა შენი საათია. თვალის ჩინივით გავფრთხილდები. არაფერი არ დაგჭირდა. ყველაზე წინ დაჯექი. აბა შენიც. მოიცა. რა იყო? შინაგან არ დამავიწყდა. დაგვიანდა. აბა შენიცი ბებიკო. აბა, ბედნიერად შვილო. ჭუით ბებიკო. რა არის სათამაშოების გარეშე ბავშვის სიცოცხლე? ნული. ავიღოთ რევოლუციამდელი ბავშვი. ისმება კითხვა. რატომ იყო იგი გონება ჩლუნ, ჩამორჩენი? პასუხი მაგდივია. მას არ ჰქონდა სათამაშო. მას არ ჰქონდა სათამაშო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ასე არ არის? ასე არ არის? დიახ, ბატონო. ხო. კი. აბა, ახლა საქმე, ხმატვიო. რეკით?
კარგია. ერთი წუთით ქალიშვილებო, ერთი წუთით დღეიდან ჩვენს რიგებს შეემატება აი ეს ყმაწვი. რეზიკო, მოდი, სადა, მოდი. გთხოვთ იცნობდეთ რეზიკო დელთაძე, სერიოზული ახალგაზრდა სხვათა შორის, უცოლო. აი ესეც თქვენი ახალიობა. სხვათა შორის ეს არც თუ ისე რთული. აი უყურე. ხლევე. აი. ბატონო სევერიანი ხომ ფეხია? ფეხი ყოფილა, შებეშა. დოდო გენაცვალე ანახე. აი ასე. აბა არ შემარცხვილო. ახლა მეორე ფეხი. თქვენ თვითონ გააკეთეთ. სულ ადვილია. აქ დაჭდები. მოდით გოგო, ჩვენსკენ გადავიდიროთ. დიეტვარი ცემულო სევერია. როდესაც ხვალდილით სამსახურში მობრძანდებით და მიკითხავთ, ჩემს მაგივრად ცარიელი მაგითად აკვდება. მაგრამ რას ისა? ჩვენ ერთმანეთისთვის არ ყოფილვართ დაბადებული. მშვიდობით ბრძანდება. კიდევ კარგი ნაცნობი არავინა. თქვენ ცდებით პატიცემულო რეზიკო. აბა გაიხედეთ ფანჯრისაკენ. იცანით არა? შემიძლია სახელიც გითხრათ. ლალი. მე მგონი მანაც გიცნოთ. რატომ გარიდებთ თვალს? თუ გახსოვთ, თქვენ თვითონ უთხარით სტუდენტი ვარო და იქნებ არ ელოდა აქ თქვენთან შეხვედრას. შენს ნათესავებს არც დაურეკიათ. თითქოს არაფერი მომხდარაო. რადიოში არ გამოუცხადებია. რადიოში არც გეებს აცხადებენ, მაგრამ სადა ამდენ ხანს? არ დაიგარგე. ყოველ დღე ასე დაიგვიანებს? დღეს პირველი დღეა და ალბათ. ისე ლაბარაკობ, თითქოს ბავშვის სათამაშოდ იყოს ასული. ზოგს მართლა თამაში გონია ხელოვნება. მელიტონ. ნამდვილად უნდა პატივისცემა. ვის და ვინც რეზიკოს დაეხმარა. არა, მელიტონ. რა ვიცი. ცუდად არ გაგვიგონ. არა, უხერხული. რა არის უხერხული? უხერხული ის არის კაცს წყალში ჩაუყარო ამაგი. მადლობა ღმერთშვილო, როგორც იქნა. რა დაგიხეთქე, რეზიკო გულები, მოდი. სადახარ დედა ამდენ ხარ? რა ვიცი ეს მუსიკაო, სიმღერა, ლექციები, პროფესორებიო. მამა, მოკითხვა შენი მადლიერი პაციენტები. ხომ არ დაიღალე? რა დამღლიდე? რა უცნაური კითხვაა. რეზიკო, პროფესორებმა თუ გიცნეს შვილო. შემოვიდა თუ არა ის
რა ქვია? რომელი? ის ვაშაკიძე. ხა, პროფესორი ვაშაკიძე. პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. როგორ გიკითხოთ? მამა თქვენი ხომა ყოჩაღადა. ახლავე დედიკო. ჯამე დედიკო. ალისა. უიმე. მერე სტუდენტებს მიუბრუნდა. ამ კმაწყლს რომ უყურებთ, მისმა ხმამ გამოცდაზე უდიდესი ესთეტიური სიამოვნება მომანიჭაო. ხედავ მელიტონ, არა აუცილებლად უნდა პატივისცემა. რა გვარია? რა გვარია? ვაშაკიძე. კი, ნამდვილად. ეყოფა, დაღლილი. დაასვენეთ. აცალე საჭმიჟამი. მერე კათედრაზე აბრძანდა და აჭიკჭიკდა. მარა რა აჭიკჭიკდა? სიტყვა არ გამომრჩენია. ჩაიწერე შვილო. თავში. თავში. ზეპირად. ისე ლაპარაკობდა რომ ცოდვა იყო სუფში არ გეცქირა. ისე მოგეწონა იქავრობა? აი, რა ბილი. რა იყო რეზიკო? რა იყო ბილი? მე რას უყურებ? მოდი შევდან. რეზიკო, რა დაგემართა? პატრონი, ალაფერი გიზეიჭება. არა, თუ შეიძლება რომ მშობელმა ასე გასწიროს ერთადერთი შვილი. რა მოხდა? ქალების ფარაში თხასავითა ვარ გარეული. მერე მაგას საჯობია შესულელო. მორჩა. ხვალიდან ჩემ ფეხი აღარ იქნება. დასამო ბიჯო. არ დამღუპო ბიჯო. მიხედე ბავშვს კვილი არა მოაწყოს. რას ქვია ამოაძროს? დაუცნაური თქმა იცი. არ შემიძლია მამ. უნდა გაუძლო. რას უნდა გაუძლოს? მართლა მის ხომ არა? მაცალეთ. უნდა მოითმინე, სხვა გზა არ არის, მე გესმის? მოძმენა აღარ შემიძლია. რეზიკო. რეზიკო. მადლობ. რისთვის მიხდი მადლობას? დედა, რატომ მადლობა არ უთხარიო? შენ რა ქვია? ლალიში, მე რეზო. ანძია რეზიკო, სულ ერთი. ჩემს მასეს რეზიკო ქვია. მართლა მოგითხო გადაეცი. ჯერ არ იცის ლაპარაკი, პატარა. მაინც რა მხელა? დედიკომ და მამიკო უნივერმაღში. გასაგები. სულ პატარა, აი ამ ხე. არა უშავს. აი, ის ძიაც მაგხელა იყო. იცია, კიდევ გაიზრდა. რეზიკო, დიახ. ბიჭო, ისენ ადრე მოსულყარ, ა? მე მგონი საპატიო დაფარაკ ცდება. ოჩახ, შენ მამა როგორა? მარო განიცოლი ერთი ამ ახალგაზრდა სპეცნავსაცმელი შეურჩა. კი, მაგრამ ბატონო სევერიან, ჩვენ ხომ მხოლოდ ქალებისათვის. მაშინ ახალი კი ბატონო, წამოგწანდი. ვალიკოს გამომართო. ეს რომელია? რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩმონგი? იმიტომ რომ ასად ქონა სათამაშო. სწორია. გამარჯობა.
ნამდვილად ბედი არ ქონია და მთელი ღამე სარკესთან გაათენა და ვისთვის სხვათა შორის ძალიან ტკბილად მეძინა. რატომაც არა, გვერდზე მოგისკუპეს. ვისაც უნდა უთმო? რა. ადგილსაც და მეზობელს. აბა, გამოტყდი. ვის გინდათ? ეს ადგილი ეთერის ეკუთვნის. თმები შეუღებია. შევიღები? სულაც არა. უბრალოდ ლანდატონით დავიბარე. რადგან ასია? ყიდი ადგილს. ასიმანეთი 1, ასიმანეთი 2, 1000 1, 100,000 100,000 მილიონი 1. მოიცად, გოგოებო, ძალიან ადგილი, ვის ბრასკი? გული მიგზნობს აუცილებლად მოვა. გოგოებო, სიზმარი ვნახე. ყველას საქორწილო თეთრი კაბები გვეცლა. თმებში მინდვრის თეთრი ყვავილები გქონდა ჩაწნული. ვიდექით და მოუთმელად ველოდით მის გამოჩენას. აბა ვის აგვირჩევს? ვის აჩუქებს ღიმილს? ამ დროს კარი გაიღო და ამ დროს მეც გამოვიქცე. დოდო გენაცვალე, ის ხომ არ შემოსულა გაზეთის ფოტოკორესპონდენტი სირბილაძე. არა ბატონო, სიარიან არ მინახავს. ის ხომ არ არის? ოხ, რაღაც. რაღაც. ჰალო! გაიცანი. სასიამოვნო. აბა, ამოირჩიეთ რომელიც განებო. ბოდიში? თუ შეიძლება აბზანოთ. ბოდიში? ერთი. ვერ აბზანოთ. აბა, რა უნდა წავედი. მეთქვა? ხო, მართლა, ეს მაწვილი? აბა. ჩაიტიეთ. რა ბატონო, რას მემარება? ელთაძე. დაუჩქარეთ. წავედი. იცით რა? მე არ მოველოდი. რას? თქვენთან აქ შეხვედრას. ალბათ პრაქტიკაზე ხართ ინსტიტუტიდან. ბერზიგო. მოდია. მოდი. ვიღუპებით. სულად არის სახლა. რა მოხდა? დედია შენმა დაიჭნა გინდა თუ არ გინდა უნდა დაპატიჟო პროფესორი. შენ დაპატიჟე და დაპატიჟე. ვალიგო, ორი მანქანა ასლანთან უნივერვარ. ცაცში ვარ ჩავაგდნი, ცაცში. არის. სევერიან. ო, მელიტონს ახლა ვარ, ჩვენს მელიტონს. როგორ რა იყო, რა ფერი გადის კაც? ჰა? ვიღუპე. რა მოხდა? უნდა მიშველა. კი შენი ჭირი? პირას უნდა მოხდა ჩემთან სახლში. რატო? ფორმალს. შეგარცხვინა ვერტმა შემაშინა გაც. ბიჭო, შენს ოჯახში მიპატიჟებას ვერ ღირსე და მაგაზე გეტყვი ვარ? ოღონდ იცოდე.
შენ სევერიან ძივძივაძე არ ახ. აბა ვინ ვარ? გამარჯობა. გამარჯობათ პატივცემულო. გამარჯობათ, გამარჯობათ. მე რეზიკოს დედა ვარ, მელიტონის მეუღლე. თბილისში ექიმია. გახსოვთ, ხო? ასე სიამოვნო. ვირას ჩვენთან უნდა მოგწა. პატარა ბაღშამივით გვაქვს და ძალიან გთხოვთ. მისამართი ხომ გახსოვთ? შუბლაჯის სოცი, სხვათა შორის თქვენი კოლეგაც იქნება. პროფესორი ვაშაკიძე. ვაშაკიძე. შენ ხარ კონსერვატორიის პროფესორი ვაშაკიძე. ელიტო. შენი ჯერი. ბიჭო, ხარხულია დირექტორი ვარ, მაგრამ თუ გინდა ჩემწოს. გული. ნუ მოხვა. შენ გითხრა ეს რა სადარდებელი სხვა გზა არ მოხს. ბიჭო, ვინმე რომ იცნობს, ვერავინ ვერ გიცნობს. ყველანი სიყვარს დაპატიჟე. გმადლობთ, ვეცდები. ძალიან აუცილებლად. დედა, გაიგონე? უსიკვდილოთ მოვალო. დირექტორი. არა. პროფესორი. ატაკამის. მე ვფიქრობ პროფესორი დავსვათ აქ. არავითარ შემთხვევაში. აქედან სამზარეულოს გარეთ. აი აქ. მართალია. მაშინ ხიზილალა დადგათ აქ. მელიტონ, პაპიროს თუ ეწევა. გონი ეწევა. დედა, საფეთლე. მოიგეთ ბატონო. ეს ზედმეტია. აბა თუ მიხვდები ვინ უნდა მოვიდეს. მუსიკათ მცოდნე. ვინ? აი ისე რომ კბილი ამოუღე. ქუჩაში შემხვდა. ძლივს გავბედე მისვლა, ძალიან თხოვე. დამტირდა მოვალო. ვიცოდი გაგეხარდებოდა. ძალიან. მოვიდა. მობრძანდით პატივცემულო შალვა. ხო, ყველაფერი იგზია. გაიცანი ჩემ მეუღლე. გამარჯობათ პატივცემულო შალვა. სასიამოვნოა. რეზიკოს ვახლავარ ჩემს სიავაღეს. ხო, გმადლობთ პატივცემულო სიდედრის შალვა. ბიძაშვილი. გამარჯობა. არა. სიდედრის ძმის შვილიშვილი. გამარჯობა. ის ძალი. სასიამოვნო. სიდედრის და. მაბადიეთვადი. სიდედრის მა. გამარჯობა. არა. სიდედრის მა. პატივცემულო შალვა. ბოდიშ ვიხდი ბატონებო გალოდი. რას ბრდანე პატივცემულო შალვა. ხელის გადაბანას ხომ არ ინებები? შეიძლება. მოგცანდი ჩემს კაბინეტში პატივცემულო შალვა. სულ დამავსდა. გაიცანი სიდედრის ისუ. გაუთხოვ. შანტე დევოთ კონესან. გმადლობთ ყურადღებისგან. მაბადიეთ. ღმერთო. ხეთა დედა შეხედეთ. რა თავდებალია რა? დედა ყურადღებიანი. ხო რა ბაგაჟის პატრონის შანს? კაცი უნდა ვარგოდეს კაცად, თორემ ეხლა მანქანებიც კი არ ასწავლი. მართალია. რა არის ეს რა? ლირა. ირა? ლირა. ი პროფესორი, კი. შენ რა გითხრა? ისე შემოხვედი მართლა პროფესორი მექონა. მამა ჩემს რა უთხარით, ისეთ მსახიობი ვიყო. პანთეონში დასაფლავება არ მცდება. დილად არ ახსნება. ისე შენი ხათრით მედიტოთ რა. აბა მუსიკალურ ტერმინოლოგიას გადავხედე. კიდევ ხომ არ მოვავიდე. ალისას დაუპატიჟე ერთი მუსიკალს. ხუბავ. არა. არ მოვა. რაიც. 101 დაპატიჟე ის ხომ არა. ხომ არაფერია საჭირო? ყველაფერი რიგ. ალისა. ვინ იყო? არავინ, მეზობელი. მობრძანდით? ხო. აბა შენიცი. ხო. კიდევ ერთ ხელფატიებას ახსოვთ ბატონებო. ხო. მოგძანი. ახ ეს. დაბრდადით პატივცემულო შალვა. გამძანი. საჯიბოგა. პატივცემულო დომენი. აი, მადლობ. დაბრდადით. ხო პატივცემულო შალვა. დაბრდადით. ილფეშა. გამძანი ბატონო. ცხელა ბატონებო. რაიო, ხელა. პატივცემულოს საზღვრული მომენტის მოწმენა. მელიტონის ოჯახს ეწია საყოველთაო სპორტი. პროგრესული კულტურის უანგარო მოღვაწე.
ჩვენი დროის დიდი ალპინისტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს არაერთი უსახელო მწერალი. დიახ, უსახელო მწერალი. ფიზკულტურელი ბრძანდება, თუ? ხელოვნებისა, პატიცემულო დრომელი, ხელოვნების. თქვენ პატიცემულო შავ. როგორც მშობელი დედას უნდა, რესიკოს ნამდვილად ნიჭიერული ხმის ჩამოყალიბების. რესიკო არის ხის ნედლი ტოტი. დიახ, ნედლი ტოტი, რომლისგანაც თქვენმა მადლიერმა ხელმა უნდა გამოთავოს ყმადკბილის სალამი. ეს ტოტი არის ამონაყარი იმ თესლმაგარი მუხისა, რომელსაც ვერ ამოაგდებს წნების ქარიშხალი. სიმამრეა. მეგონიგოცა სიამოვნებით შევსვათ თქვენი საკითხი. მეგობრებო, მე მინდა ჩვენი ოჯახი განათესაების სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადო პატიცემულ შალმა. ბებიკო მართალია. რეზიკო. სულ კარგად და ბედნიერად ბატონო. ბატონებო, ჩვენ ხელოვნების შაკეთ ერთი დიდი მიზანის პასუხი. მიცეთ სულიერი საზრდო, იგი სოლფეჯიო. ჩვენს მომავლის მქონე ახალად. ბატონებო, ადამიანის აღზრდა აკვიდან იწყება. ბავშვი თავის პირველ კონტაქტს გარემოსთან ამყარებს სათამაშოების სწავლას. აი მე თქვენ გეკითხებით, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? რატომ? მოიწმინეთ, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო. სათამაშო ავსებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. დიახ. ხოდა ასია სიმღერა. ესე იგი, იანო, ფურტისი. სიმღერა სიცოცხლის წყაროა. ესე იგი, დომინუენტო. მადლობა სულხასენებს ბატონო. ჩემზე თქვა დომენტიო. მაგრამ ბატონებო, მარტო სიმღერით თონს ვერ გახვალ. როგორც განსვენებული ბეთჰოვენი ამბობს. ალბათ ის არის თქვენი მეგობარი, მუსიკას მცოდნე. აჰა, სიამოვნო. შემოდი. რეზიკოს ბერი დავზაიტა. რეზიკო. თუცა. ეს შედის კონსერვატორიის სტუდენტებია. არა წელს ვერ მოხდნენ. ისე კაი ბიჭებია. რავო. რეზიკოს ამხანაგები არიან. რეზიკოს. რას მომბობდი? სოლვეჯია. არა. ხო. როგორც ხონებული მოცარტი, ხოდა ხოლმე საჭიროა შრომაც. პიჩიკატო. რომელ კაცოზე ლაპარაკობ? მადლობას მოგახსენე. ბოდიში. დიდი ხანია ჩვენს კონსერვატორიაში რომ ვასწავლეთ, ბატონო. თქვენ წარმოიდგინეთ რომ არა. მანამდე სადმე ვატეობდი? მანამდე ოდესა, კიევი, ლენინგრადი, მოსკოვი. ნამდვილად თქვენი მეგობარია. ნამდვილად ის არის. მერიდონ, არ მითხრა ახლა ეს საისტორიო. ხოლოდ 5 წუთი პარა. აურად რო გასულა. ბატონებო, უნდა დაგწო, შევოდ გადაუდებელი საქმეები მაქვს სიამოვნებით რა. ხალბატონო გუთა როგორ მინდა დავწე, მაგრამ არ მოიდიეთ, არ მოვიდა. რაკაცია. ბატონო შალვა, ასვასაპირე. არა, გაქცევა ხოლმე. მერიდონ, კაცო.
ბატონო შალვა. ბატონო. რეზიკო ძალიან მაყოფილია თქვენი ლექციები. არა რეზიკო. დიახ, ძალიან. რეზიკო. Excellent. Хорошо. ბატონო შალვა, შეიძლება ერთი წუთი? მე ბატონო. დიახ. შეუნე. გულიკო, ნეტა შენ თუ გეღირდება პატიცებული შალვას მოსწრე. ჩვენ თანაპირე? დიახ, გახსოვთ ამასინათ ოლიმპიადაზე. ცეკვავდა რა? როგორ გეკადრება, წეროდა. წეროდა, ხო ეცილეთ ხო. სვარაფის გაგონება არ უნდა. იცით მთავარია ბულუარ. რა? ჟელანი. სურვილიო. გესმის გულიკო, მთავარია სურვილიო. თავარია სურვილი და მე ყველაფერი მოგვარდება ბატონო. მოგზაი. ეს რა გაიგეთებია, კაცო? ის არის ხო? ვარლავ ნახე რა მოგეთებია რა. როგორ გავს? მაჩვენე კაცო. ვაი, ეს ის არის. შეხედე კაცო. როგორ გავს? იბარ. ეს მე, იბაგაკეთა. ჩვენი სათამაშო ბავშვის სულიერი საზო. დია. აი ხანდახან თქმაც გძნელია. სიმღერა უფრო მთავარი თუ სათამაშო. სათამაშო მაინც ვსვარა. რითმეტობით ჩვენ უпроსტეთ. კინო, თეატრი, ფეხბურთი, ტელევიზორი, ურმალიზარი. ბავშვ ისევ სათამაშო. რა ვარ ჩვენ ამის შემდეგ ვალდებული მივცეთ მას ამაზი ხალისიანი სათამაშოები. ამხანაგება ადამიანი, რომელიც სათამაშოებს ქმნის, ის პოეტია, ნამდვილი პოეტი. ისანგიტან შემომვლელო ვაიმე უიმე არის. ის არის
მოჩვენა. რა გადასარევია. ვიღაცას მაგონებ. ნამდვილად. თუ შეიძლება. შესანიშნავია. ასეთ გასართობზე ბავშვების კი არ იტყოდნენ ვარ. ალისა. ვის ასეთი ნიჭი ხონია და ხმას არ იღებ? აუცილებლად უნდა აჩვინო ვინმე. არა, პატიცემუდო შალვა. გასაკვირველი. მართლა. ბატონო მელიტო. თქვენ შემთხვევით სათამაშოების ფაბრიკაში ხომ არავის იცით? არავის არ ვიცი. მე რომ ფაბრიკის დირექტორი ვიყო, პარლამი იცნობს დირექტორის ნამს. ვის კორესპონდენტ სირბილაძეს? ხო. ვიცნობ კი არა თუ გინდათ ახლავე აქ გავაჩენ თავის ფოტოაპარატი. დარეკავს. მაგრამ ჩაგხატავს კიდეც, რასაკვირველია. გადასარევი აზრია. სახსოვრად მაინც დაგვრჩება პატივცემულ პროფესორის სახე. მე მგონი არ ღირს ამისათვის კაცის შეწუხება, კალვადონოbles. მართლაც უხერხულია. ხომ არ ერია აპარატი მოიდან და სურათი გადანია. ჩემი ხათრით ქვას შეუშვეს თავს. რაღაც უცდი დაურეკე. ახლავე ბატონებო, ახლავე. ალო. არ პასუხობს? გაფრჩებული. აბა. როგორ ბატონო შალვა ვიფრდები? ნუ დახვალ ბატონო გუცად რო არის. ერთადერთი ფოტო. ბატონო შალვა მიბრძანდები? პირდაპირ. ყველაფერი იგზია. აბა? ხო? ეს თქვენი კოლეგა იქნება კონსერვატორი. აუცილებლად. სასიაოვნო. მედიტო. ცუდად. გამარდი. ვაიმე არიგეთ მასალები დროა. ნუ აგვიანებ. როგორ ახლა? აჯიბა. სავან ეს? დავაწყო. ეს რა? შენ გააკეთე? არა, აბა ვინ? არ ვიცი. არის. Feziko. დი. შენი ხუმრე? Feziko. არა ბატონო მე არ. ყოჩა.
ოჩახრეზიკო. კარგია, კარგი. ლალი, დაგელაპარაკებით, თუ ერთ პირობას მოიცემთ. რას? შუა სიტყვაზე არ მიმატოვებთ. თანახმოვარ. განაგრძეთ. ქალიშვილო, ხომ ვერ მეტყვით დირექტორის ნახვასაც შეიძლება? როგორ არის? აი ის კარებია, ხელმარჯვნით. დამოგძანდა. მიგძანდი. მადლობ. როგორ გეკადრებათ ბატონო? ჩვენი პროდუქცია მთელ კავშირშია ცნობილი. საზღვარგარეთ? დიახ. მოიწმინეთ, თქვენი ბავშვი რამდენი წლისაა? გამარჯობათ, პატივცემულო შალვა. გამარჯობათ, კეთება. დაბრძანი. მადლობ. ხო. რაც გნებავთ? ლომები, ლეფხვები, დათუნიები, ფისუნიები. დაბრძანი. არა, თქვენ მერე დაგირეკავთ. თქვენ ჩემთან? არა. მე ფაბრიკის დირექტორი მინდოდა. თქვენ საიდან გაჩნდით აქ? დირექტორი მეგახლა? ჰა? ეი. როგორ პატივცემულო შალვა? ქალბატონო, თუ მე მელაპარაკები, ჩემი სახელია ქსევერია. როგორ? თქვენ პატივცემული შალვა არ ბრძანდებით? ჩემი რეზიკოს პროფესორი. არ რომ ესმის. რა რეზიკო, რის პროფესორი? სწორედ არ მესმის. პატივცემულო შალვა. ქალბატონო, რას გახსეს? არავით არის შალვა. მე ვარ სევერიან ციცივაძე, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი. დიახ. აი, უყურეთ? ტიკ. როგორ ბატონო, წუხელ ჩვენთან არ ბრძანდებოდით? არა, ქალბატონო, არა. თქვენ რაღაც კეშლეთ. სასწაული. პატივცემულო შალვა. ბოდიში სევერია. პირდაპირ თვალებს არ უჭერი. ხმა? ხმა? დიახ. რატომ ბატონო რის ხმა? თუმცა მე მესმის თქვენი ხანდახან ხდება ხოლმე. თქვენ მგონი რაღაც საქმე გქონდათ ჩემ. მე იმ საკითხზე. ესე იგი სათამაშოები. რა? სათამაშოები. ვერ გავიგე. ჩემი რიზიკო კონსერვატორიაში სწავლობს და სახლში. სახალისო ჩხილკედელაობს. პროფესორ მამაშაკიძემ მისჩია თქვენთან მომეტანა. მომენტით გეცავა. და საინტერესოა. იცით რა? დამიტოვე. განვიხილავთ სამხატვრო საბჭოზე და თქვენი მისამართი. ბელთაძის ქუჩა. შუბლაძის ქუჩა. შუბლაძის 20. მელიტონ ბელთაძე. მელიტონ გრიგორია? ბელთაძე. კარგი გვარი. ბელთაძე. ასე პასუხს პოსტით შეგატყობინებთ. დიახ, ასე. მადლობ. ბოდიში. კარგად ზანდებოდეთ. მელიტონ. ისმენ? ახლა. პატივცემულო მელიტონ, ტელეფონი. ისმენ? სევერია. როგორ? მე? იქნება შესწრები. როგორ?
მაღალი, მელოდი, გრძელი ცხვირი, სათვალეები. ხმა? სულ სათამაშოები კი ეკერა პირზე. აქ რაღაც ამბავია. შეიძლება მე ვცდები. და იქნება არ ვცდები. რა იცი, იქნება ბავშვი არ ზდების კონსერვატორიაში. მელიტონ. მელიტონ. რა კარგია რომ მოხვედი. ძალიან ცხელა მელიტონ გარეთ. იცის ქვეყანა. დედა, არ ვისადილოთ? მე რეზიკო. დააგვიანდება. და მირეკა რაღაც კრება მაქვსო. კი, მაგრამ სახლში ვერ დარეკა მელიტონ. იქნება დარეკა. მაგრამ ტელეფონი რომ გვაქვს გაფუჭებული. კარგი, მელიტონ, გენაცვალე. დედა, სამოთი მომეხმარე. კილათ მელიტონ. სად გეჩქარება? ჯერ სახლში. მერე? მერე ბიბლიოთეკაში. საჯარო? დიახ. წარმოუდგენელია. რატომ? რატომ ერთხელ მაინც არ შეხვდით? თქვენც დადიხარ? დღე არ გამიცდენია? არ ვიცი. ნახვამდის. უკაცრავად. საჯარო ბიბლიოთეკა ხომ არ გადაუტანია? ისევ იქ არის, კეცხოველის ქუჩაზე. კეცხოველის ქუჩაზე. გმადლობთ. მამა, ფული. რა ფული? დღეს სტიპენდიის დღეა. მერე? აბა ხუთები რო ჩამიჭიგიგე რა გეგონა? დღეს ცოტა შემაგვიანდება მამიკა. მერე? ინჟინერი. მერე? მერე კოსმონავტი. მინდოდა დავინახა მართლა მრგვალია დედამიწა თუ არა? მერე? მერე მომღერა. მერე? მერე ღრუბლებიდან სკუპ პირდაპირ სათამაშოებში. ახლა რა საპირე? ახლა? ცეკვას. მოდი ვიცეკვათ. არ მინდა? მაშინ მოდი კენჭი ვყაროთ. ყველაფერს ბედი უნდა. დავიდეთ. გიყვარს ცეკვა? კი. შენ? დღეს დილამდე რო ვიცეკვა სიმფონია არ დავიღლე. რატომ დღეს? როგორ გითხრა? ეს დღე თითქმის ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. თითქმის? ესე იგი არ ყოფილა ყველაზე ბედნიერი. ყველაზე ბედნიერი იქნება ის დღე, რომელიც
ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ჯერა რომ სულ მალე დადგება, სულ მალე. ხეშეთ მომნით. დღესაც გონიათ კონსერვატორიაში ვსწავლობ. რა ვქნა არ ვიცი. მე მგონია, უნდა უთხრე. Amigo. Сенгенасвале, Резико. ხომ გეუბნებოდი მეწავალ მეთქი. ესაა საქმე? ეგ არაფერია. კიდევ კარგი კონსერვატორიაში რომ დადის. ახლა ის ვაშაკიძე მაწუხებს. იქნება მართლა შემეშალა. თითქოს იმას ცხვირი უფრო გრძელი ჰქონდა. ახლა მეუბნები? არ ვიცი, მე თვითონ დავიბენი. დედა, წერილია ფაბრიკიდან. რა?
რეზიკოს სათამაშო მიუღია. დედა რა მიხარია. ახლავე რეზიკოს უნდა ვახარო. არ გაბედო. მელიტონმა და რეზიკომ არ გაიგო. დედა. ნამდვილად ვამბობ. ქარიშხალმა გადაიარა. ეს ის წუთებია, როდესაც გჯერა ადამიანის და სადღაც გულის სიღრმეში სინდისის ქენჩნასაც კი განიცდი მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობისათვის. მადლობა ღმერთს დროზე მოხვედი. შენ რაღაც კარგად გამოიყურები ბებიშო, დედა, თავრობის საჩუქარი მოგიტანა. პირველი სტიპენდია. გენა, მადლობა. დედა, ამ დღესაც მოვესწარი. დანარჩენი რა უყავი? დანარჩენი დამიგვიდეს. ძალიან ბევრი დაუგვიდიათ. მოგდანი, მოგდანი. არის კაცი. კარგი ბურძელი, ახალი ბურძელი. კარგებია მერჩია. სამიებაც, ალბათ. დამპალია. მოგდანი მეგობარო. აჩაუჭე, კარგი ვაში, მოგდანი. მოგდანი, ინებეთ, დაგე კარგი ვაში, მოგდანი. აბა ბურძელი. კარგი ვაში, ინებეთ. ახალი ბურძელი. აი, ინებეთ ბატონო. ხურდა ინებეთ ბატონო. ინებდა. არ მინდა ბატონო. ბატონო, ხურდა ინებეთ. მოქალაქე. ბატონო შალვა. არა ხალ ბატონო, რა შალვა, რის ბატონო შალვა. შალვა. თავი დამანებეთ. ერთი წუთი ბატონო. სკოლის მერხიდან წარმოებაში. გოგოებო, შეხედეთ, მოდია. Tut se dagat nebodi,
ზე კოშკებს აგიგებდი ოცნები სამახსოვროდ მთელ ცხოვრებას მოგცემდი აგიგებდი ვარდის ქონებს მერცხლად შეგიფარებდი კიდევ კარგი შემხვდი თორემ სუსხვა შემიყვარებდი ლალი, ცირა. შენ აქ დამიწერე. კარგი? დედა, პირველი ხელფასი. დედა, ბოდიში. ბიბლიოთეკაში მიმეჩქარებ.